საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართულ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ქაბულში ფრანგულ ბაზაზე მყოფ ოცეულსა და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ 42 და 33 ბატალიონის ქართულ სამშვიდობოებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა და მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აღდგომის ლიტურგიას ქართულ სამხედროებთან ერთად ბაზა შირგაზზე ქართულ სამლოცველოში დაესწრო. საზეიმო წირვა შეერადებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავითმა აღავლინა. დელეგაციის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად სააღდომო პასკა და წითელი კვერცხები ჩაუტანეს. ქრისტიანსდგა მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული, განსაკუთრებით მიულოცო ჩვენ სამხედრო ძალებში, ჩვენ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, კაპრალებს, სერჟანტებს. მე მინდა ბედნიერები იყვნენ და რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნდნენ იმ მისიიდან, რომელსაც ისინი ასრულებენ ახლა ავღანეთში.